მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა უნდა იცოდეთ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც შეგხვდათ ეს ვიდეო ან გადაწყვიტეთ უყუროთ ამ ვიდეოს, ნახოთ აბა რა უნდა იცოდეთ ახლა. უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ ხართ საკმაოდ სენსიტიური და ემოციური პიროვნება, რაც ვფიქრობ ისედაც იცით, მაგრამ ამავდროულად თქვენ გაქვთ ძალიან მძლავრი ინტუიცია და თქვენ სხვებზე, ადამიანების უმეტესობაზე ბევრად უფრო კარგად და მკვეთრად შეიგრძნობთ სამყაროში სხვადასხვანაირი სახის ენერგიებს. ის რთული ეტაპი, რომელზედაც ახლა ხართ, რა თქმა უნდა, ყველანი სხვადასხვანაირ სირთულეებში ხართ, ვიღაც ძალიან ძლავრ ნეგატივში არის ახლა, ვიღაც ცოტა ისეთ ჭყალებში ლაით სირთულეებში, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს რთული ეტაპი უახლოვდება საკუთარ კულმინაციას და უახლოვდება საკუთარ დასასრულს. ძალიან მალე თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ყველანაირი სახის ნეგატიური მდგომარეობიდან. კიდევ რა უნდა იცოდეთ ახლა, ვნახოთ. უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, განსაკუთრებით აქ ვხედავ მამაკაცები მიყურებენ ბევრნი და ნახეთ, მამაკაცებო, თქვენ გეტყოდით იმას, რომ ხართ ბევრად უფრო ძლიერი პიროვნება, ვიდრე თქვენ გგონიათ, მაგრამ თქვენთვის აქ არის ასეთი მესიჯი სამყაროსგან, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თქვენი დომინანტური მდგომარეობა სხვა ადამიანებზე თუ სხვა ცოცხალ არსებებზე ბოროტულად და ნეგატიურად. იმიტომ რომ თქვენს რეალობაში ვხედავ კონკრეტულ სხვა მამაკაცს, რომელმაც ძალიან დიდი შანსია იგივეთ იგი პასუხოთ და ძალიან ნეგატიურად მოტრიალდეს ეს ყოველივე თქვენთვის. ხოლო რაც შეეხება ქალბატონებს, თქვენ შემთხვევაშიც იგივეს ვიტყოდი, რომ თქვენს რეალობაშიც არის კონკრეტული მამაკაცი, რომელიც პასიურ აგრესიულობს, ცდილობს თქვენი პოტენციალი წაგართვათ, იმიტომ რომ შურს თქვენი, დიახ, მამაკაცებიც შეიძლება სავსებით იყვნენ შურიანები და ნახეთ, ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს უკვე, ან ეცდება ახლო მომავალში დაგამციროთ, დაამტკიცოს ის, რომ არის თქვენზე ბევრად უფრო კარგი, თქვენზე ბევრად უფრო მაგარი, იმიტომ რომ ადამიანი გააზრებულად თუ გაუაზრებლად გეჯიბრებათ და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დაუმტკიცოს ავტორიტეტი, რომ თქვენ ყველანაირად გჯობიათ და თქვენზე ბევრად მაგარია. მაგრამ თქვენ მის ასეთ თამაშებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოიგოთ. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი პირველ რიგში საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა სამყაროსთან და აძლევთ ყველას იმის საშუალებას, რომ იქონიონ თქვენს ემოციურ ფონზე ზეგავლენა.